დღეს ბაზმში ყოფება მედიკამენტთა ქსელის სამსუნის წამყვანი ზოგადი ქირურგი ბატონი ქერიმ გუზელი. მე მომეცა საშუალება პირადად ვესაუბრო ბატონ ქერიმს იმ დასმული კითხვების მიღმა, რომელიც ძალიან აინტერესებს ჩვენს ქართველ პაციენტებს. ეს გახლავთ აქტუალური ბარიატრიული ოპერაციები და შაქრის მეორე ტიპის ოპერაცია. ბატონო ქერი, რა ჩივილებით მოდიან თქვენთან პაციენტები? Şimdi tip 2 diyabet artık bu dönemin yaşadığımız zamanın en önemli. პირველ რიგში ვიდრე კითხვაზე გიპასუხებდეთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ნანა თქვენ და თქვენს გუნდს მასპინძლობისთვის. ძალიან კარგი ვიზიტი გამოვიდა. გარდა იმისა, რომ კონსულტაცია გაუწიეთ პაციენტებს, ეს იყო ასევე კარგი მოგზაურობა და სიახლე ჩემთვის. ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება ისევე როგორც ჩვენი ვიზიტები საქართველოში. ჩვენ ვართ ორი ერთმანეთთან დაახლოებული ერი. ჩვენ შორის მხოლოდ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტია და აქ ჩამოსვლა ჩემთვის არის ორი ხალხის, ორი კულტურის ურთიერთობის და თანაზიარობის მომენტი. ახლა კი რაც შეეხება თქვენს კითხვას, ზოგადად ბევრი ჩივილი გამოწვეულია სიმსუქნის თანმხლები და ავადებებით. მაგალითად, იქნება ეს გული, სიარულის დროს ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული ხშირი შარდვა, უძილობა, წვა ფეხებსა და ხელებში, მაღალი ქოლესტერინი, ან ტრიგლიცერიდები, მაღალი წნევა. რა თქმა უნდა, პაციენტის მდგომარეობას აფასებს კონსილიუმი და შესაბამისად ხდება ოპერაციის გადაწყვეტილების მიღება. İyi seçilmiş hastalara da bu oran, tedavi oranı cerrahinin %90-95'e kadar günümüzde çıkıyor. გვესაუბრეთ მეორე ტიპის დიაბეტის შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებსა და დღესდღეობით არსებულ მკურნალობის მეთოდებზე. Ama ve diyabetin ortaya koyduğu işte sık idrara çıkma, gece uykusuzluğu, ayaklarda მეორე ტიპის დიაბეტი არის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. მიზეზი არის ის, რომ მკურნალობის გართულებების და თავად დიაბეტის მკურნალობის ხარჯები ძალიან მაღალია. ეს ძალზე მნიშვნელოვანია შრომის უნარიანობის კარგვისა და ღირებულების თვალსაზრისით. ამჟამად მეორე ტიპის დიაბეტის ორი მექანიზმი არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ინსულინის მიმართ რეზისტენტობა. მეორე კი ის, რომ დროთა განმავლობაში პანკრეასში მცირდება და საბოლოოდ ქრება ინსულინ წარმოქმნელი უჯრედების რაოდენობა. უნდა ითქვას, რომ ოპერაცია არ არის პირველადი მკურნალობა. პირველადი მკურნალობა არის მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მედიკამენტური თერაპია არასაკმარისია, სწორად შერჩეული პაციენტების შემთხვევაში ქირურგია იძლევა ძალიან მნიშვნელოვან 90-95%-იან შედეგს და გვაძლევს მეორე ტიპის დიაბეტისა და მასთან დაკავშირებული მეორეული დაავადებების განკურნების შესაძლებლობას. მაგალითად, ყველა პაციენტი არ არის ოპერაციისთვის შესაძლებელი. აუცილებელია პაციენტის ფრთხილად შერჩევა და რეალურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. ამიტომ ოპერაცია არ უკეთდება მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ნებისმიერ პაციენტს. აუცილებელია შევარჩიოთ ისეთი პაციენტები, რომელთათვისაც მკურნალობის ქირურგიული მეთოდი იქნება შედეგიანი. 12. ayda ama ideali de 18 ay civarında ameliyat sonrası beklememiz gerekiyor. რა კატეგორიის პაციენტებისთვისაა შედეგიანი ქირურგიული ჩარევა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი, რომ მას მეტაბოლური ოპერაცია ჩაუტარდეს? Yani iyi seçmek aslında en önemli kriterlerden bir tanesi. Bunun için de ოპერაციისთვის დიაბეტიანი პაციენტების უჯრედები ჯერ ისე უნდა გამოიმუშავებდეს ინსულინს. ამისათვის ჩვენ ვატარებთ C-პეპტიდის ანალიზს, რომელიც აჩვენებს ინსულინის ფარდობით წარმოებას პანკრეასში და თუ C-პეპტიდის დონე ამ ტესტებში სასურველია, ვიღებთ ოპერაციის გადაწყვეტილებას. ეს გახლავთ პირველი კრიტერიუმი. მეორე კრიტერიუმი კი ისაა, რომ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მეორე ტიპის დიაბეტი.
მესამე კრიტერიუმი, რომელსაც პაციენტი უნდა აკმაყოფილებდეს, არის სხეულის მასის შესაბამისი ინდექსი. ეს ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს 40-ზე მეტი სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტების შემთხვევაში, სწორედ ასეთი პაციენტებისთვის არის ოპერაცია შედეგიანი. 30-დან 35-მდე სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტებში თანხლები დაავადების შემთხვევაში დიაბეტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასევეა ბარიატრიაშიც პირველი კლასის პაციენტებისთვის, რომლებსაც უწოდებთ 30-დან 35-მდე სხეულის მასის ინდექსის მქონე პაციენტებს, რომელთათვისაც მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც ასევე მოიცავს ინსულინოთერაპიას, უშედეგოა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია დღესდღეობით რეკომენდაციას უწევენ ოპერაციას, ასე რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის შესაბამისი სხეულის მასის ინდექსი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ის, რომ პანკრეას ჯერ კიდევ ჰქონდეს ინსულინის გამომუშავების უნარი. Vücut kitle indeksinin, body mass indeksinin uygun olması ve pankreasın hala insülin salınma kapasitesine sahip olması en önemli kriter. როგორია წარმატებული ბარიატრიულ მეტაბოლური ოპერაციის შედეგი? Şimdi şöyle, bu gruptaki ameliyatlar, bariyatrik metabolik cerrahideki ameliyatlar hepsinin birbirine kardeş. ეს ოპერაციები შესაძლებელს ხდის როგორც პაციენტის წონის კონტროლს, ასევე კურნავს დიაბეტს 85-90%-ით. პაციენტს არ სჭირდება მედიკამენტები ან ინსულინი, ან დიაბეტის ძალიან მარტივი მედიკამენტებით შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება. ამ ჯგუფის, ანუ ბარიატრიული მეტაბოლური ქირურგიული ოპერაციები მონათესავე ოპერაციებია. ამ ოპერაციებს განეკუთვნება სლივ გასტრექტომიაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ჩატარებული ოპერაციაა მსოფლიოში. მეორე ასეთი ოპერაცია გასტროშუნტირება. ასევე არის ოპერაციები, რომლებსაც უპირატესობას ვანიჭებთ მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც არ აქვთ ჭარბიწონა, როგორიცაა ტრანსპლანტაცია, ინტერპოზიცია. თუმცა ნებისმიერი ტიპის ოპერაციის შემთხვევაში მთავარი მიზანი არის წარმატებული ოპერაცია და მისი ეფექტურობა დიაბეტის მკურნალობისა და ჭარბი წონის თვალსაზრისით, მაგრამ დიაბეტის მკურნალობაში ბოლო დროს გამოყენებულ კრიტერიუმებში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინკრეტინებს. ასეთ ოპერაციებს განეკუთვნება წვრილი ნაწლავის ოპერაციები და გასტროშუნტირება. ის უფრო ეფექტურია დიაბეტის კონტროლში, რადგანაც გასტროშუნტირების შემთხვევაში წვრილი ნაწლავის ბოლოში ტერმინალურ ტრაქტში გამოყოფილი ინკრეტინების სტიმულირების ეფექტი უფრო დიდია, ვიდრე სლივ გასტრექტომია. აქედან გამომდინარე, ორივე ეფექტურია, მაგრამ ოპერაციები, როგორიცაა გასტროშუნტირების და წვრილ ნაწლავთან დაკავშირებული ოპერაციები, დღესდღეობით უფრო ეფექტურია. Etkili ama gastrik bypass gibi ameliyatlar, ince bağırsağın dahil olduğu ameliyatlar tedavide daha etkili gibi duruyor günümüzde. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მცირეწლოვანი ბავშვია? Şimdi burada hastayı iyi seçmek lazım. Diyabet temelde ikiye ayrılıyor. აქ მნიშვნელოვანია პაციენტი შევარჩიოთ ძალიან დიდი ყურადღებით, როგორც ცნობილია, შაქრიანი დიაბეტი ძირითადად ორ ტიპად იყოფა: პირველი და მეორე ტიპის დიაბეტი. ბავშვთა დიაბეტი ჩვეულებრივ არის პირველი ტიპის დიაბეტი, ასე რომ ბავშვებში მეორე ტიპის დიაბეტი არ გვხვდება. რას ნიშნავს პირველი ტიპის დიაბეტი? ეს ნიშნავს, რომ უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ინსულინს პანკრეასში, ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან არასაკმარისია. ამიტომ ამ ოპერაციებს ძირითადი უპირატესობა ენიჭება ზრდასრულ ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში მოზარდობის ასაკში, მაგრამ არა მცირეწლოვან ბავშვებში. ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს პედიატრი ენდოკრინოლოგის რეკომენდაციით, მაგრამ რადგან ბავშვებს აქვთ პირველი ტიპის დიაბეტი, ეს ოპერაციები უმეტესად განეკუთვნება ისეთ ოპერაციებს, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს მოზრდილებში. Diyabet olduğu için genelde bu ameliyatlar daha çok erişkin grupta yapılabilecek ameliyatlar. რა სახის გამოკვლევები ესაჭიროება პაციენტს იმისთვის, რომ დადგინდეს მასთან ოპერაციის საჭიროება? როგორია თავად ოპერაციის პროცესი და რა დროს სჭირდება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას? Bu çok önemli bir soru.
Biz hastanın sağlığına katkıda bulunmak istiyoruz. Yani biz hastanın sağlığına yeni bir problem ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ არ გვინდა პაციენტს ჯანმრთელობის ახალი პრობლემა შეუქმნათ. ჩვენ მისი გამოჯანმრთელება გვინდა. ამიტომ მნიშვნელოვანია პაციენტი შევარჩიოთ ფრთხილად და სწორად. ამ მიზეზით უპირველესად პაციენტს ჩვენს კლინიკაში უტარდება ძალიან მკაცრი და დეტალური სამედიცინო შემოწმება. მაგალითად, პაციენტმა მოგმართა საქართველოსდან პირველი დღე ეთმობა პაციენტის სრულგამოკვლევას. იქნება ეს შინაგანი მედიცინა, თერაპია, ენდოკრინოლოგია, საჭიროების შემთხვევაში კარდიოლოგია, სხვა მიმართულებები, როგორიცაა ნევროლოგია, ენდოსკოპია, ასევე პაციენტი კონსულტაციას გადის ანესთეზიოლოგთან და ფსიქიატრთან. შემდეგ ხდება მიღებული შედეგების შეფასება და თუ არ ვაწყდებით რაიმე პრობლემას, ოპერაცია კეთდება მომდევნო დღეს. ზოგადად ეს ოპერაციები კეთდება დახურულად. პროცედურა, რასაც ჩვენ ლაპარასკოპიულ ქირურგიას ვუწოდებთ, ხორციელდება კამერის თანხლებით 4-5 ნახრეტიდან მუცლის ქრუში შეღწევით. აქედან 2 ნახრეტის ზომით თითო სანტიმეტრია, ხოლო დანარჩენი 5-5 მილიმეტრი. ანუ არ გვაქვს დიდი ნახრეტები, დიდი კვეთები. ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 1,5-2 საათი. უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტი ოპერაციის შემდგომ მინიმუმ 5 დღე დარჩეს სტაციონარში, რადგან თავიდან ავიცილოთ ის შესაძლო გართულებები, რომლებიც ზოგადად ამ პერიოდში ვითარდება. ამიტომ სასურველია ამ პერიოდში პაციენტი იმყოფებოდეს კლინიკაში, ანუ საკმარისია პაციენტი თურქეთში იმყოფებოდეს მაქსიმუმ 1 კვირა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ კი ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. მეორე მხრივ, ვინაიდან პაციენტს უტარდება დახურული, ანუ ლაპარასკოპიული ოპერაცია, მას არ აქვს ძლიერი ტკივილები. ასე რომ ოპერაციიდან 4 საათის შემდეგ პაციენტს ვაწყებინებთ სიარულს. მეორე დღეს კი ვიწყებთ წყლის მიცემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პაციენტი მალევე იწყებს მოძრაობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რადგანაც პაციენტი გადის ძალიან მკაცრ სამედიცინო შემოწმებას, ჩეკაპი, ზოგჯერ ოპერაციიდან 1 ღამის განმავლობაში მათ, თუმცა არა ყველას, მხოლოდ პრობლემურებს ვტოვებთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს დამოკიდებულია ანესთეზიოლოგის გადაწყვეტილებაზე. için, problemi olan hastalar için yoğun bakımda da misafir ettiğimiz hasta grubu oluyor. შესაძლებელია თუ არა დაორსულება დიაბეტის ოპერაციის შემდგომ. Ve diyabetin ortaya koyduğu işte sık დიახ, შესაძლებელია. ოპერაციის შემდეგ იზრდება ორსულობისა და ნაყოფიერების უნარი. ამიტომ ორსულობას ველოდებით თერაპიიდან მინიმუმ 12, იდეალურ შემთხვევაში კი დაახლოებით 18 თვის შემდეგ. ekiplerimizce bir komite haline değerlendirip ameliyata o şekilde karar veriyoruz. და ბოლოს, პაციენტებს ასევე აინტერესებთ, იწვევს თუ არა ეს ოპერაცია კიბოს. Şimdi iki şeyi söyleyeceğim. არა, ეს ოპერაციები არ იწვევს კიბოს. პირიქით, გამომდინარე იქედან, რომ დაძლეულია ინსულინ რეზისტენტულობა და ესტროგენის გავლენა ორგანიზმზე, ჭარბწონიანობის მკურნალობა დადებითად მოქმედებს ისეთი დაავადებებისგან განკურნებასა და პრევენციაზე, როგორიცაა საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბო მამაკაცებში და სხვა სიმსივნური დაავადებები. Kanserlerin sağaltımında obezitenin tedavisi